რაღაცა ქმედება, რომელიც ცხოვრების რუტინას ცვლის, ეს სტრესია ორგანიზმისათვის. შესაბამისად, ყოველთვის ჯობია, რომ რაღაცა ერთი ქმედებით დავიწყოთ და ნელ-ნელა შემოვიტანოთ შემდგომ ეს ყველაფერი. თქვათ, თუ ეხლა ჩვენ დავიწყებთ როგორც სპორტის გადასახედით, ასე ვთქვათ, ესეთ შემთხვევაში თუ მიდის ჯერ ტრენერთან და არა ენდოკრინოლოგთან, პირველი მაშინ ჯობია, რომ ჯერ დავიწყოთ ფიზიკური აქტივობის დალაგებით, ნელ-ნელა, რა თქმა უნდა, ჩვენ ყოველთვის ამბობთ ხოლმე, რომ ნელა უნდა მოხდეს შეჩვევა ამ ფიზიკურ აქტივობაზე, დაახლოებით 10-15 დღე ჭირდება ორგანიზმს რაღაცა ქცევის გამომუშავებისათვის. და შემდგომში რომ გამოიმუშავოს, მაშინ ესე ვთხოვოთ, რომ ჯერ წამოყვოს, თქვათ, თუ სპორტით ვიწყებთ ვარჯიშზე 1-2 კვირა, ნელ-ნელა დავტვირთოთ და კვებითი ქცევებიდან, თქვათ, ამოვიღოთ შაქრის შემცველი პროდუქტები და მარილი. დანარჩენი, თქვა დავტოვოთ კვება ისეთი, როგორიც იყო, რასაც შენ აკეთებდი. რაღაც პერიოდის მერე თვითონ მიხვდება, რომ ის არ ეყოფა ის ენერგია, უკვე რასაც იღებდა, იმიტომ რომ ნახშირწყალს შაქრის სახით არ იღებს. შესაბამისად, მას ცოტა სისუსტე ექნება, უენერგიობა ექნება და უკვე ცილოვან პროდუქტზე ნელ-ნელა წამოყვებათ. ამიტომ მერე უკვე დავამატოთ კვების ნაწილით, წამოვიღოთ, ასე ვთქვათ,